ხალბატონო ხატია. უკრაინაში ვიცი, ბევრი მეგობარი გყავს. ძალიან. ერთ-ერთ მეგობარს მინდა რომ შეგახვედროთ დღეს დღევანდელ ჩემს გადაცემაში. თუ არის შესაძლებელი. რა თქმა უნდა. შეიძლება, ხო? მობძანით, აი ერთ-ერთი აბა როგორ ახარ? ცოტა რა ყივათ რამე? არაფერი, ანუ უგულო ხვიდა ყვიჩამარტყა და მოგეთაკ მოიდი რომ გესაუბროთ ჩემს ხატიაზე. ჩემი ხატია. ანუ არ წამოდგე ხიმრის დასაწყისი არ გეგო. ჩემ ხატიაზე საუბრობ. კი ბატონო. მოკლედ ხატი არის ძალიან მაგარი ადამიანი, ძალიან მაგარი ქალბატონი. მე მჯერე რომ საქართველოს გამარჯვება დაიწყება ისრიდან. ჩვენ ერთად ბიძინა ივანიშვილს ჩაუბარებთ ისრის დაშლებში. იმდენად კარგ მდგომარეობაშია ბიძინა, იმდენად შენახული არის რომ ვეჭობ რომ ძალიან მაგარ ფასას გადაიხდია, მაგრამ 31 ოქტომბრის მერე შეიძლება ცოტა სტოიკაში გაიყო. მაგრამ ეგარაფერი საახლობლად იმყავს და ძალიან მაგრამ გაასწორებენ და ყველაფერი იქნება ძალიან. იყო დრო ანუ როცა ჩვენ მღეროდით ჩემი ხატია სამშობლოს. და მართლა ხატიასავით გავალამაზეთ სამშობლო. ბიძინა ვერ იმღერებს ჩემი ხატიას. იმიტომ რომ მაგათი ხატი არის მამუკა მდინარეც. ხედავ და დღეს შექვეყანებს. ანდრიო ხანა. ნუ ეგეც შეიძლება. ყველაზე უფრო დიდი იდეოლოგი. ფოტოშორის მინდა გითხრათ, ხოლმე ორივეს არ ვაპირებდი ამის თქმას. მინდა ვანომ და ხატია მიცოდეს. მე ვაპირებ საქართველოში შემოვიდე კახეთის მხრიდან. კახეთის მხრიდან ანაირად ეგ როგორ. ნუ ეხლა საწყენად არც ამას არ ვამბობ, ყველაზე ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ბროლივით ყურძენი მილპებო. ჯერ უნდა მივხვდე ყურძენს და მე შემოგიერთებით თქვენს. საქართველოში აუცილებლად გათენდება. მე როგორც ჩავედი უკრაინაში, ეგრევე გათენდა. ასიანი ეკონომიკური ნატურები დავაყენე ვანო თავით როგორც ჩავედი. ვაპირებ აქაც რომ გავჭიმო პროვოდები. ვანო შენ ელაპარაკები თანამედროვე პოლიტიკის, თანამედროვე ელექტრიკის. კი ბატონო, კი ბატონო. ნუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ თანამედროვე პოლიტიკის, კარგად დაუკვირდეთ სიტყვას. თანამედროვე ელექტრის. ეხლა არის ერთ მუშტად დავდგეთ, რომ ჩვენ ხელში არის მთავარი რუბილნიკი. რომელსაც აუცილებლად ავამუშავებთ. უნდა ჩავთოთ ესე იგი, ავწიოთ. უნდა ჩავთოთ, უნდა ავწიოთ ესე. უნდა ავწიოთ. უღონდ ძალიან ერთობაშია პრინციპით. მარტო ერთი ადამიანი ვერ მოელოვა რუბილნიკს. ასევე ჩავუნყოს 100 უკრაინული მამალი ვანო. როგორც 31-ში გათენდება თუ არა საქართველოში 100-ვე მამალი და მჯერე რომ ბევრი ქართული მამალიც აყვება. რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში თლიანად ეგრევე გათენდება. მოკლედ პრემიერი ვიქნები მე. მამალი იყივლებს ხო 31-ს. იყულებს აყვება ბევრი ქართული მამლები აყვებიან და მართლა ყველა გაიგებს რომ საქართველოში გათენდა და მოკლედ პრემიერი ვიქნები. მოკლედ პრემიერი ვიქნები მე. კი ბატონო. პრემიერი ვიქნები მე. კი ბატონო. ხატია იქნება მთავარი რეფორმატორი. რეფორმატორი, კი ბატონო. ვანო შენ იქნები საქართველოს პრეზიდენტი. პრეზიდენტი ეგ საიდან ახლა და მოიწა. მე ეგრე ამბობდა ზელენსკი და დღეს არის ევროპის ყველაზე დიდი ქვეყნის პრეზიდენტი, კაი? ბატონო. მოიცა ვანო. აი იდეები კონკრეტულად. ეგ არის. მე უკვე წარმომიდგენია ვანო შენი ინაუგურაცია. როგორ გამოდიხარ დადეფიც მე ფიცავ რაღაც ჩამთარდება ყველაფერი და ბოლოში როგორც კი დამთავრდა ეგრევე შეყავს თამუნას ბენდი პარარარარარარა პარარარარა პარარარარა სასწაული